მე ვარ ბექა ანუშიძე 12 წლის. ვსწავლობ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ჭიდაობა და მეგობრებთან ერთად თამაში. უკვე 2 წელია დავდივარ ჭიდაობაზე სპორტის სასახლეში. მახსოვს პირველი დღე, როდესაც ჭიდაობაზე შევედი. შევედი, ცოტათი ნერვიულობდი, ბავშვებს არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი მამა სწავლებელმა მიმიშვა თავის მოსწავლესთან და მისმა მოსწავლემ რაღაცეები მასწავლა. და გავიცანი ბავშვები, მეგობრები და ეხლა ყველასთან მეგობრები. თავიდან ვაკეთებდით ილეთებს და არ ვსპარინგობდით. ჭიდაობაზე ჩემი მასწავლებელი ჯემალი კილაძე. ჯემალი მასწავლებელი არის ძალიან შრომელი და ცდილობს, რომ ყველა მოსწავლე გახადოს ოლიმპიური ჩემპიონი. ჩემი აზრით, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი. ეს არის ამ მომენტში ჩემი მიზანი. ჯემალი მასწავლებელი ძალიან კარგად ჭიდაობდა და ხელზე ტრანვა მიიღო და ჭიდაობას თავი დაანებო. 1-2 წელში ჯემალი მასწავლებელს ჭიდაობაში მივიდა. ჭიდაობაში რთულია ახალი ილეთების სწავლა. მარტივია ნასწავლი ილეთების გამეორება. ბევრჯერ ვარ ჩემპიონატზე გასული და 2 ჯერ გავიმარჯვე. 2 ჯერ გავხდი აჭარის ჩემპიონი. ჩემი ჭიდაობის ფორმა არის ასეთი: შორტიკი, მაიკა, კლავიანი და ბარცოკები ქვია. ფეხსაცმელს. წინა ჩემპიონატი მქონდა 1 კვირის წინ, რომელიც გავიმარჯვე. ფინალამდე დამჭირდა 3 მოწინააღმდეგის დამარცხება. ფინალში საკმაოდ რთული ოპონენტი შემხდა. ორივე რაუნდში დომინირებდი და გავიმარჯვე. ჭიდაობას ვაპირებ, სანამ არ გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი. ოლიმპიური ჩემპიონი რომ გავხდები, ჩემ მედალს ვაჩუქებ მამაჩემს. იმიტომ რომ მან მიმაღწევია მიზნებს და ყოველთვის გვერდზე მიდგას. ასევე მიყვარს მეგობრებთან ერთად თამაში. ყველაზე ხშირად მეგობრებთან ერთად თამაშობ ფეხბურთს. ფეხბურთში ვთამაშობ დაცვის პოზიციაში, მაგრამ ბევრი გოლიც გამაქვს. უკვე მაქვს დაახლოებით 100 გოლი გატანილი. აქედან ერთ-ერთს გამოვარჩი. თითქმის ცენტრში ვიყავი, შორიდან დავარყი ბურთს და ჩახვეული გავიტანე. დასაწყისში მინდოდა ფეხბურთზე შესვლა, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, რომ ჭიდაობა ჯობიაო. ჭიდაობები დამანახა შეჯიბრზე წამიყვანა დიდების საქართველოს და რომ ვუყურებდი, მომეწონა და ჭიდაობაზე შევედი. ფეხბურთზე იმიტომ არ შედივარ, რომ ჭიდაობაზე ვუთმობ ჩემ მთელ დროს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მამაჩემმა ჭიდაობაზე შემიყვანა. მაქვს 2 ფეხბურთის ფორმა, რონალდოს და მამარდაშვილის. კიდევ მინდა მქონდეს მიქაუტაძის ფორმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. ჩემი საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. რომ გავეზდები, მინდა გამოვიდე მოჭიდავე. კარიერას დავასრულებ 40 წლის ასაკში. შემდეგ გავხდები წვრთნელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თორნიკე ზაღაშვილი. ყველაზე ცელკია სანდრო ზოიცი. ყველაზე ჭკვიანია ანასტასია ლაბაძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე შანთაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, სიმპათიური და ძლიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ინგლისურის მასწავლებელი ლალი. იმიტომ რომ ის არის ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და კეთილი. და ძალიან მიყვარს ბავშვები. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ უკეთ ვიჭიდო და უფრო მეტი შეჯიბრი მექნება. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და ჩემი მეორე და ჩემი ძმა, 2 ძაღლი და 1 კატა. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა. ჩემი ძმა არის 2 წლის და ქვია ალექსი. ალექსი არის ძალიან ცელკი, მტირალა და ყველაფერზე ბრაზდება. ჩემი აზრით, ალექსი რომ გაიზრდება, გამოვა მოჭიდავა. ჩემი და არის 16 წლის და ქვია ლიზი. ლიზი არის ლამაზი, ჭკვიანი და ძალიან უყვარს ხელბურთი. ჩემი აზრით, ლიზი რომ გაიზრდება, გამოვა პროფესიონალი ხელბურთელი. ჩემი მეორე და არის 7 წლის და ქვია ემილი. ემილი არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და ცელკი. ჩემი აზრით, ემილი რომ გაიზრდება, იმუშავებს სილამაზის სალონში. იმიტომ რომ ძალიან ლამაზი გოგოა. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და მამაცი. მამიკოსაც ძალიან უყვარს ჭიდაობა. დედიკო არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და მშრომელი. არის ბრანჭია და აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია შაური. მე ვარ ჭკვიანი, ძლიერი და სიმპათიური. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ვნახე. გოგო უნდა იყოს ჭკვიანი, ნიჭიერი, ლამაზი და კარგ საჭმელებს უნდა აკეთებდეს. ყველაზე კარგად უნდა აკეთებდეს ხაჭაპურს. ასეთ გოგოს რომ ვნახავ, აუცილებლად გახდება ჩემი შეყვარებული. ცოლს მოვიყვან, როცა ვიქნები მინიმუმ 25 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის, ირაკლის და ზინას. ეს სახელები შევარჩიე ბებიას და ბაბუას საპატივცემლად. ჩემს ცოლს დავარქვევ ნინის. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი ბაკურიანში. ჩემი ოცნების საჩუქარია პერსონალური კომპიუტერი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ასევე მიყვარს ანიმეების ყურება. ჩემი საყვარელი ანიმეა One Piece. ამ ანიმედან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ლუფი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანს გავხდიდი უგდავს. წინა მონაწილემ დავინტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი ქვეყნის მეფე ვიქნებოდი? მე მაგალითად ვიქნებოდი ამერიკის მეფე. ამერიკის მეფე რომ ყოფილიყავი, სოფლიოში აღარ იქნებოდა ომი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას.
ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად გავფრინდებოდი ჩემს სულთან ერთად. ბედნიერება არის კარგი ოჯახის ყოლა, სიმშვიდე და მიზნების მიღწევა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.